ფინალისტი მაძიებლები არიან ნინო ფერაძე და ანანო თოთიაური. პასუხი დამიზუსტე საბოლოო ეს უკողმა მენდო ინტერესია. ორი ყველაფერი ერთმანეთში ეპოქებით ყველაფერი რატო დააკვირდი რომ აქ ბიზანტია? ხო, მამიდები დაიწერეთ. ხო, მამიდა იყო და თან უცნაური ვერსია მაქვს რომელიც არ მჯერა. გაგვირთულდა ამბავი. სამწუხაროდ. როგორ გეტყობა რომ რასაც როდისის მოთამაშე ხარ ვარ, ყველა პასუხს რო ამბო, მეთქი ეს იქნება მართალი. მოგწავს ხო? ძალიან მეწყინა. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გვარი მახსოვს სწორად. YouTube-ზე დაკლიპეთ. მე ხო სწორი პასუხი გავეცი. ჩვენმა პირის ცხლიან ანანოს და ნინოს ფანები ნუ შემომესევით. საოცარი ამბავის მომსწრენი ვართ, მეგობრებო, იმიტომ რომ საუკეთესო მაძიებელი უნდა გამოვავლინოთ ჩვენი პირველი ეს ისტორიაში შევა ეს ამბავი ხალხო. აუცილებლად. ველოდები. ეს ისტორიული ამბავია, იმიტომ რომ ჩვენ ისედაც საქართველოს ისტორიას ვიძიებთ ამ შოუში, ეს არის შემეცნებითი შოუ მაძიებელი. მე სანდრო ლორთქიფაინძე ვარ და დღეს ჩვენი ფინალისტი მაძიებლები არიან ნინო ფერაძე და ანანო თოთიაური, ასე გადაწყვიტა განგებამ და მათმა მიხვედრილობამ, დედუქციურმა უნარებმა, ლოგიკამ, ცოდნამ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორ ახართ ხალხო? არა ქვიშას. შემართებით. კარგია. იმიტომ რომ თქვენ უკვე იბრძვით იმისათვის, რომ მოიპოვოთ ჩვენი მთავარი პრიზი, მაგრამ სანამ პრიზამდე მივალ, ერთხელაც გადავხედოთ ჩვენ წესებს, თქვენც გაიხსენებთ, მაყურებელიც გაიხსენებს, გადაიმეორებს. 3 რაუნდზე ვთამაშობთ, თითოეულ რაუნდში 8 ქულის მოპოვება შეგიძლიათ. პირველ რაუნდში, რომელსაც ქვია დოსიე, 2 დოსიეს წარმოგიდგენთ გამორჩეული ისტორიული პიროვნებების შესახებ. მინიშნებებს მოგცემთ შემდეგ რთულიდან მარტივისკენ და რაც უფრო მალე გამოიცნობთ, მით მეტი ქულის მოპოვების შანსი გექნებათ 4-დან 1-მდე. მეორე რაუნდში ჩვენ უკვე არა ისტორიულ პიროვნებებს, არამედ ისტორიულ მოვლენებს შევეხებით, ამიტომ მეორე რაუნდს ქვია საქმე, თამაშის პრინციპი იგივეა. და მესამე რაუნდი არის ვერდიქტი, რომელშიც 8 ისტორიულ ფაქტს წარმოადგენდა, თქვენ უნდა მიხვდეთ სწორია თუ მცდარია ჩემს მიერ მოწოდებული ფაქტები. თვითონ მინიშნებებს სამხილების ფორმა აქვს, როგორც ექნებოდა გამომძიებელ სამხილები, ზუსტად ისე ნივთი, ტექსტი, ვიდეო, აუდიო, ფოტო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს სეზონი სხვათა შორის ვითამაშეთ ოლიმპიური პრინციპით, 8 მონაწილე იყო თავიდან და ფინალში დარჩნენ ნინო და ანანო და მოკლედ თავიდანვე ვიძახდით, რომ თავარი პრიზი, რომლისთვისაც ვიბრძოდით, იყო MetaQuest 3 და სწორედ MetaQuest-ისთვის მიმდინარეობს ახლა ეს ბრძოლა, თუმცა წაგებული მხარეც არ დარჩება ხელცარიელი და მიიღებს ვაუჩერს, სწორედ ისეთს, როგორც მიიღო მესამე ადგილის მფლობელმა და შემდეგ საკუთარი სურვილის მიხედვით შეიძენს ნივთებს ამ ვაუჩერით. მეგობრებო, მზად ხართ რომ დავიწყოთ თამაში? არის უფროსი. ძიება. კარგით, მე მანამდე გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი თაროს თაობა, გამოყვეთ, კომენტარებიც დაგვიტევოთ, გაგვიხარდება თუ გააზიარებთ კიდევაც და საერთოდ ჩვენი მეგობრები თუ გახდებით, უბედნიერესი ვიქნებით ყველა, მთელი ჩვენი გუნდი. მოკლედ, ვინც ეძებს იმარჯვებს, დავიწყოთ და ავაგდოთ. აბა, ერთიანი თუ გერბი? ერთი, გერბი. არა გაგსაწინააღმდეგო გვარები. გერბი. ნინო დაიწყებს თავისი უპირატესობით და ნახოთ პირველი დოსიე. ეს არის პირველი დოსიე. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ პირველ მინიშნებას ვიდეო ფრაგმენტის სახე აქვს. ამიტომ ვნახოთ ვიდეო ფრაგმენტი ცნობილი ფილმიდან. ვიდეო ფრაგმენტი ამოიწურა ანანო ყურცასმენები და აქვს ნანახი. კი, ეს არის სცენა, სადაც ბეტმენი და სუპერმენი აღმოჩნდნენ, რომ დედები ყავთ სეხნიები. უსაშინლესი სცენა სამარცხვინა, ისევე როგორც მთელი ეს სერია DC-ის. ანუ მართა შეიძლება იყოს, მაგრამ მართ სახელი პირდაპირ ეწერა და არ იქნება ეს პირველი რთული მინიშნება. შეიძლება იყოს ლაპარაკი ვინმეს დედაზე, მის გადარჩენაზე, მაგრამ ეს არის
არა Civil War-ი ესე მარველია, ეს არის Batman versus Superman-ი დრო გავიდა. სამოქალაქო ადამიანია გამოსაცნობი. არ გაქვს ვერსია. კეთილი ყურსასმენები მაშინ. აბა, შენ თუ გაქვს ეს ფილმი ნანახი? ფილმი ნანახი მაქვს, მაგრამ ეხლა ვეძებ ვიღაცა ვინცაც ერქვა ალბათ მართა. რა სახელი? მართა. მართა. მათ მშობლებს რომ ერქვათ Superman-ის და Batman-ის, მაგრამ ბრიუსისა და მაკეტკენ წავედი. ანუ სახელზეც იყო ყურადღება მიქცეული, იმიტომ რომ ბოლოში საფლავსაც მართა ეწერა და ალბათ სახელზე აქვს და რა დედაზე ზოგადად. არ ვიცი, დრო გავიდა ვერსია არ გაქვს ყოველ შემთხვევაში. კაი, ჯერ არ გაიკეთო. მეორე მინიშნება უნდა შემოგთავაზოთ, ამჯერად ფოტოა. მეორე მინიშნება. ფოტო. გზები არის გაყვანილი ვიხედავ. უფრო ოლქები არის შემოსაზღვრული. კურსასმენები. აბა რა არის მაგრუკაზე? თუ გეცნო. უკაზე არის დიდი ტერიტორია, აქეთ კრენკვიბროსი, კრეტა. ანუ რას მიხედვით არის ახლა ეს დაყოფა არის. რა ტერიტორია ხო არ გაქვს ნაწილი. რამე ერთიანი ტერიტორია თუ არა? დრო გავიდა. ბიზანტიის დედოფალი რო იყო ქართველი. ბიზანტიის ქართველი დედოფალი? არა, მეშლება ხარ რაღაცა ხო? არა. ხო. არა ფიქსირებ ანუ არაფერს. კარგი, ანანო. შენი ჯერია, მინო. ანუ შენ თუ გეცნობა ეგ ტერიტორია. ახლა ვფიქრობდი რომ შეიძლება ვიღაც ვინც გათხოვილი საქართველოში ან იბერიის დროს ან პირიქით ქართველი რომელიც გათხოვდა სხვაგან გათხოვდა ბიზანტიის იმპერიაში ან ვიღაცის მამი და დეიდა ცნობილი ბიზანტიაში კონსტანტინოპოლი არის აქ დრო გავიდა არა ბიზანტიის იმპერია აწერია პრინციპში ხო დავტოვოთ მაშინ ეს მინიშნება აქ და მესამე მინიშნება მეგობრებო ეს არის წიგნის ყდა ანანო კურსასმენები ეს არის ავტორები უკრაინელი ქალი რომელიც იყო სულთანის ცოლი და იგივე ვერსიაზე მივდივარ რომ სახელი მართა დედოფალი იყო თუ არ ვთქვი იყო აღმაშენებლის და რომელიც ვიღაც ქართველი მეფის და იყო რომელიც მიათხოვეს სულთანს და იყო ძალიან გავლენიანი მასზე და რაღაც მონეტაც არსებობს ამ ქალის იმით და სახელი არ მართა დედოფალი იყო მაგრამ უფრო კონკრეტულად არ მახსოვს დავაფიქსირებ მაინც ოსმალეთის სულთანის მეუღლე ოსმალეთის სულთნის მეუღლე მგონი ოსმალეთის იყო კი თუ არ ვცდები დედოფალი მართა მოდი როგორ ვქნათ იცი პასუხი დამიზუსტე საბოლოო დედოფალი მართა სულთანის რაღაც ხათუნით რაღაც მეცახელსაც ეძახდნენ მაგრამ ძალიან ცნობილი და ძალიან გავლენიანი გურჯი ხათუნს ამბობ რაღაც ხო მეტი უფრო ზუსტ მეტი დეტალები არ მახსოვს მოკლედ დედოფალი მართა სულთნის მეუღლე კაი ანანო ნინომ დააფიქსირა პასუხი დააზუსტა მაგრამ ეს არ არის სწორი და შენ ჯერია მე ხომ აქ უფლება რომ კიდე შემდეგი კი რა თქმა უნდა აღარ დაელოდები მე მგონია რომ მაინც არ მექნება პასუხი არც შემდეგზე არც არაფერზე და ისე მაინც მოისმენ არ მოვისმენ შემიძლია ხო მინიშნებას თქო არა მაინც არ მექნება ვერსია ამიტომ უბრალოდ გარტყმის პრინციპით უბრალოდ მოდი ვთქვათ მართა ბაგრატიონი რაღაც ესეთი შეთხზული სახელი გვარი მართა ბაგრატიონი აი მეტი არაფერი იმიტომ რომ მე მგონია რომ ბოლო მინიშნებით მაინც ვერ გამოვიცნობდი ხო კარგი უნდა დამიზუსტო მაინც მაინც ვაზუსტებ რომელი ბაგრატიონი ხო ანუ მართა ბაგრატიონი ძალიან ჰიპოთეტური ძალიან მეწყინა რამე ინფორმაცია მომაწოდე მის შესახებ ეს უკოგმა მედო მეცეინა უკოგმა უნდა გამეცა პასუხი უფრო ეპიკური იქნებოდა მაგრამ კაი რადგან გადაწყვეტე რომ დააფიქსირე ალბათ საბოლოო პასუხი იყოს ეგ არ გინდა მინიშნებები რა გინდა მართა ბაგრატიონი არაფერს არ ამატებ
უნდა დავამატო, რაღა უნდა დავამატო, ანუ არ ვიცი ამაზე პასუხის გაცემა. არ მაქვს. არა, ვერ ჩავთვლი ვერც მაგას სწორ პასუხად. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხრივ კი, მაგრამ აქ ნინომაც უპასუხა დედოფალი მართაო. მართა ბაგრატიანი. ორი ყველაფერი ერთმანეთში ეპოქებით ყველაფერი რატომ დააკვირდი რომ აქ ბიზანტია? ხო, თავიდან ბიზანტია თქვი, მე ხო ანუ არ. ამიტომ არც ერთს არ ჩაგითვლით თანაბრად იქნებით ამ ამბავში ამ შემთხვევაში. ეს არის დედოფალი მართა მარიამი, რომელიც იყო ბიზანტიის დედოფალი. ბიზანტიის დედოფალი მართა მარიამი აღმაშენებლის მამიდა იყო. ხო, ხო, მამიდები დაით. ხო, მამიდა იყო და ანუ არსობრივად კი იყო მართა ბაგრატიანი და კი იყო დედოფალი მართა, მაგრამ YouTube-ზე დაკლიპეთ. მე ხო სწორი პასუხი გავეცი. ჩვენმა პირსის ხლიანობა ანანოს ფანები ნუ შემომესევით, მაგრამ ბიზანტიის და მართა მარიამის ხსენებით იყო ჩათვლა ამ შემთხვევაში და ერთგან ბიზანტია არ ვახსენეთ, მეორეგან არც მეორეგან. არა, დავიდეთ მე ბიზანტიის იმპერია. მერე იყო ანა კომნენოსის ჩანაწერი მის შესახებ და აი კიდე კაი. სულ არ მოვისმინე ეგ. არაფერს ხო არ მოგცემდათ ალბათ ამ შემთხვევაში. კაი, მეგობრებო, გადავიდეთ მაშინ შემდეგ დოსიეზე, მაგრამ მანამდე მართა მარიამის ძალიან საინტერესო ფიგურის შესახებ, რომელიც როგორც ამბობენ, ფაქტობრივად მართავდა ბიზანტიას, ქართველი დედოფალი. მოდი ვნახოთ ვიდეო რგოლი. მარიამ ალანელი, იგივე მართა ბაგრატ მეოთხისა და დედოფალ ბორენას ქალიშვილი, რომელიც ბიზანტიის დედოფალი ხდება და აქტიურად ერთვება სახელმწიფოს შიდა საქმიანობაში. მონაწილეობს ბიზანტიის სამეფო კარის ძვრებში, პარალელურად კი ზრუნავს საქართველოს განვითარებაზე. მფარველობს ბიზანტიის სამეფოში არსებულ ქართულ ეკლესიებსა და მონასტრებს. მისი შთაგონებით მისი ძმის წული, დავით აღმაშენებელი, რუის ურბნისის საეკლესიო კრებას იწვევს, რომელსაც დედოფალიც ესწრება. მისივე რჩევით იქმნება იყალთოსა და გელათის აკადემიები. დედოფლის შუამდგომლობით აკადემიის საუკეთესო მოსწავლეები ბიზანტიაში აგრძელებენ სწავლას. წინდა ხედული პოლიტიკითა და დიპლომატიური საქმიანობით მართა მარიამი დიდ კვალს ტოვებს არა მხოლოდ ბიზანტიის, არამედ საქართველოს განვითარებაშიც. პირველმა ძიებამ ძალიან შორი ახლოს ჩაიარა სწორ პასუხთან, ფაქტობრივად მივაგენით ჭმიტანილს, მაგრამ ცოტათი ავწდით. ამოსაცნობი ის როა ხოლმე ხო იცი ჭმიტანილების, იქ ზუსტად ვერ მივხვდით რომელი იყო. თბილოდა, მაგრამ არა, უშავს სამაგერად მეორე დოსიე გვაქვს სათამაშო, რომელშიც უკვე ანანოს ექნება პასუხის თქმის უპირატესობა. ოპა. მე ხალისის მაინც შემოვიტან სწორ პასუხებს თუ არა. ამას ავიღებ ჩემს ხალისი ჩემო გაქვთ და სწორი პასუხებიც, მეგობრებო, მეორე დოსიეს პირველი მინიშნება. ბორის პასტერნაკი, ექიმი ჟივაკო. ინებეთ, პატრიცემლო, კურსას მენები ნინო. აბა შეგახსენებ, რომ პირველი მინიშნება შესაბამისად ცოტა ზოგადი. ალბათ ვიღაც ექიმი უნდა გამოვიცნით. აუ ექიმებში ხა ჩემი მთის ხალხი მახსენდება, ლიქოკელი. გვარად. მაგრები იყვნენ კი ბატონო. დრო გავიდა. ოკეი. კარგი. გადავეცით ანუ. მინიშნება. აბა თან უცნაური ვერსია მაქვს, რომელიც წარმჯერა. მინადორა ტორშელიძე, რომელიც იყო ექიმი ქართველი, რომელიც იყო რეპრესირებული ციმბირში. და სტიგნის როგორც მახსოვს მაგ პერიოდზე არის და პირდაპირ ექიმი ჟივაკო ქვია. თუმცა შეიძლება ანუ თან პარტნიორი კი ნობელზე იყო ამისთვის წარდგენილი ამ წიგნისთვის, მაგრამ არ გაუშვეს როგორც მახსოვს, ხო ასაღებად. თვითონ დააწერინეს განცხადება რო ვარს. დრო გავიდა. ხო, ნუ დაველოდები მეორე მინიშნებს. დაველოდოთ. კეთილი. მეორე მინიშნება არის ფრაგმენტი ლექსიდან და მე წაგიკითხავთ. დედაენით გაზარდეს მეგრულ იავნანურით, ავთანდილის ანდერძით ცოტნეს ცხენის თქარუნით, საწყალხარის ტირილით, ჩიორას სიბრალულით, მაგრამ პირველ ყოვლისა ბავშვების სიყვარულით. ნინო ყურსასმენები. ანანო რა გამოიტანე დასკვნები ამ ლექსიდან? ალბათ სამეგრელოს წარმომადგენელი, შეიძლება არც იყოს. მეგრული იავნანურით.
ხო, მაგიტო ვფიქრობ ახლა ხევსურს არ გაზდიდე მეგრული ანანას ესეთ ხევსურეთში რომ ვერდნენ. ექიმი ალბათ, ექიმი, ოკეი. არა, გაქვს ვერსია, მაგრამ რაღაც მიმართულება აიღე უკვე ფიქრის. შენი ჯერია. აბა, გოგებეთულზე არ იქნება ეგ ლექსი, რა თქმა უნდა, ბავშვების სიყვარულით ვინმე ცნობილი პედაგოგი, მაგრამ ექიმი, ან ბავშვთა ექიმი. სრული ლექსი დაგამახსოვრდა, ხო? ხო, ძალიან დედაინდ გაზარდეს, ანუ სოფელში გაზრდილ ადამიანზე ელაპარაკი, ხო, როგორც მივხვდი? დედაინდ გაზარდეს, მეგრულია ნანური, თავთანდილის ანდერტი ცოტნეს ცხენის თქარუნით, სატყოლხარის ტირილით შიორას სიბრალულით, მაგრამ პირველ ყოვლისა ბავშვების სიყვარულით. რო გავიდა? ხო, არა. არ გაქვს ვერსია. კარგი. მესამე მინიშნების დრო დგება. მესამე მინიშნება არის ფოტოამონარიდი. ანანო. ეცი წუთი. ნინო კურსეს. Major tragedy. ყდიდან არის ეს ფრაგმენტი. Football. ეს არის რაღაცა ტრაგედია ფუტბოლ აწერი არ ვიცი რა ენაზე, მაგრამ შეიძლება ფეხბურთელია, ფეხბურთელებიდან 1 წუთი. მაგრამ ის ექიმი ჟივოგოც ხო. დრო გავიდა. ჩვენი დინამოს ექიმი რა გვარია? დათოხარებდა. დათოხარებდა ხო. მოხსნა? კი, შეგიძლია მოიხსნა. ძალიან დიდი იმედი მქონდა გვარი მახსოვს სწორად მივხვდი ვიზი ალაპარაკი ეს არის ექიმი რომელმაც დაუთმო კატასტროფის სამშველო ჟილეტი თუ პარაშუტი დაუთმო ვიღაცას ჟორდანია იყო თუ არ ვწდები ზუსტად არ მახსოვს მაინც უკეთესად ვერ გავიხსენებ სხვა ვერსია არ იქნება უნდა დავაფიქსირავ ავიაკატასტროფისას თავისი სამშველო ჟილეტი დაუთმო გონი გოგონას დაუთმო თუ სულხალს დაუთმო ორი შემთხვევა იყო ეგეთი ერთი იყო საღვთელო პირი და მეორე იყო ექიმი და რადგან ექიმი ჟივაგოა და რადგან მეგრელია ანუ გონი არა ჟორდანია იყო კვარა ზუსტად ექიმი ჟორდანია ხო თუ არა შენი ვერსია ხო თუ სწორად მახსოვს კვარი არ გარ შეიძლება არ მახსოვს შეიძლება არ გახსოვდეს სწორად დააფიქსირა ნინო ვერსია დააფიქსირა აქ ავიაკატასტროფა დაინახე ხო და ეგ იყო ეს არის შაპეკოენსეს ცნობილი ბრაზილიური გუნდის ავიაკატასტროფა ეხლა ხანს მომხდარი ტრაგედია და ამით ავიაკატასტროფა უნდა გაგვეხსენებინა ექიმი ჟივაგო ნიშნიანიძის ლექსიდან ფრაგმენტი იმიტომ რომ ეს არის ექიმი იოსებ ჟორდანია ეს სწორი პასუხია აბსოლუტურად სწორი პასუხია ორი ქულა ნახეთ რა მქონდა მესამე მინიშნება თავი რო არ გადაერჩინა და ბავშვს გაუკეთა ხო კი ზუსტად ესე გაიხსნა ნინომაც როგორც ცნობილია სამაშველო რგოლი გადასცა თუმცა ჩვენ ჟილეტი გამოვიყენეთ იოსებ ჟორდანია მეორე არის გრიგოლ ფერაძე ვისაც იხსენებდა არა გრიგოლ ფერაძე ვის იყო რომელიც საკონცერტო ბანკში შევიდა არა კიდე გემზე იყო ერთი შემთხვევა როცა რაღაც საუდელო პირი იყო იმის გვარიც არ მახსოვს სამწუხაროდ მაგრამ ნუ იყო ორი ეგეთი შემთხვევა და სხვის მაგივრად რო შევიდა ფერაძეს ეგეთი ისტორია საუდელო პირმა დაუთმო ორსულ გოგონას თუ აი რაღაცა არეულად იოსებ ჟორდანიამ როგორც ცნობილია ბავშვს დაუთმო საკუთარი სამაშველო რგოლი აი ბავშვის რო არის მაგით უფრო მივხვდება ანუ მაგრამ სხვადასხვა ჟივაგოზე ის არის კიდევ რომ სამხედრო ექიმები იყვნენ ორივენი და ომისას უფრო სწორად იმიტომ რომ მე იოსებ ჟორდანია იყო პირველი გინეკოლოგიური იმის ცენტრის დამაარსებელი საქართველოში და მოკლედ გინეკოლოგიაში აქვს ძალიან დიდი წვლილი მათ შორის უამრავი რაღაც აქვს აღმოჩენილი რასაც დღესაც იყენებს მედიცინა და აი ეგეთ დეტალებს ახლა გავიგებთ ვიდეო რგოლიდან იოსებ ჟორდანია ქართველი გინეკოლოგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი ამთავრებს პეტროგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიას 1942 წელს ინიშნება საბჭოთა კავშირის არმიის მთავარ გინეკოლოგად, ხოლო მოგვიანებით საბჭოთა კავშირის მთავარ გინეკოლოგად. 1958 წელს საცხოვრებლად თბილისში გადადის. აფუძნებს და ხელმძღვანელობს ევროპაში პირველ ქალის ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს. აყალიბებს უნაყოფობის კვლევის თეორიულ-პრაქტიკულ იდეებს და უშვილობასთან ბრძოლის გეგმას. ამასთანავე საფუძველს უყრის საქართველოში ანდროლოგიის დარგს. გმირულად იღუპება ავიაკატასტროფაში 1962 წელს რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიიდან საქართველოში დაბრუნებისას. როდესაც თავის მაშველ რგოლს უბილეთო მგზავრ პატარა გოგონას უთმობს. კრძალავენ დიდუბის პანთეონში.
მეგობრებო, 2:0 ანგარიში დოსიეები გამოვიძიეთ, მაგრამ ახლა საქმეები უნდა გამოვიძიეთ, ანუ გადართეთ თქვენი გონება მოვლენებზე და პასუხისგაცემის უპირატესობა ამჯერად იქნება ნინოსკენ. მე ძალიან ჩილ ვარ ახლა. მე უფრო და უფრო ვიძაბები. ტინაზე ძალიან ხელები მიწინკარ. ეხლა ძალიან ტყუარა. მეგობრებო, პირველი საქმე, პირველი მინიშნება. რაღაცა ცოტა ბევრი მოგვივიდა რუსული ლიტერატურა, მაგრამ კარგი მინიშნება. ნინო, ანანო კურსასმენები. აქედან ძალიან ბევრი ვერსიაც შეიძლება წასვლა. შეიძლება წახვიდე დათაზუთა შხიაზე, შეიძლება წახვიდე რამე ცნობილ დანაშაულზე, მაგალითად ლაღიაშვილის ლაღიაშვილის მიერ სემინარის პროცესის ლექტორის კვლევაზე. რაიმე სამორჩევა ძალიან რთული იქნება. დრო გავიდა. გადავცეთ ანანოს ეს მინიშნება. შენკენ გადმოდის მსჯელობის უფლება. მოვლენებზე თუ მივდივართ, რადგანაც აქ მკვლელობა დასჯა და ასე შემდეგ იყო, ახლა ვფიქრობდი, რომ მკვლელობის დასჯაზე არ იყო, მაგრამ შეიძლება დახვრეტებზე წავსულიყავი, ან მაგ კუთხით დასჯაზე, ან შეიძლება რაღაცა ციხის შემოღება, ან რაღაცა მაგაზე მივდივარ ჯერჯერობით, მაგრამ იმდენად ფართო აზრები მაქვს, რომ მე მგონი, ახლა აზრი არ აქვს, არაფერს დაველოდები შემდეგ კეთილი. მეორე მინიშნება, ხო. მეორე მინიშნება არის ვიდეო ამონარიდი და მოდი ვნახოთ. 1 იანვრიდან ძალაში შევიდა მთის კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველოს სოფლების 45%-ს, ანუ დაახლოებით 1600 დასახლებულ პუნქტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა და მათზე გარკვეული სოციალური და საგადასახადო შეღავათები განხორციელდება. ნინო მაღალმთიანი რეგიონს წავიდეთ, შეიძლება იყოს სისხლის აღების წესი, მაგრამ მოვლენა არ არის. ხო, ტრადიცია და კი ბატონო. შეიძლება იყოს ასევე რომელიმე აჯანყება, მაგრამ დანაშაული და სასჯელი რატო? ხო. დანაშაული და სასჯელი და რაღაც სიახლე. არა, მე სამიჯნება მჭირდება აშკარად. კაი, კურსასმენები და აბა შენკენ არის სისხლის აღება. მოვლენა. ეგეთი არ არის მოვლენა სისხლის აღების ტრადიცია, ადათი. მე ეგრე წავედი, იმიტომ რომ თაში ნინოსაც უცხარი, რომ ეგ უფრო ტრადიცია, მეთქი, ამიტომ შენც გეუბნები, რომ უფრო ტრადიცია. იგივეზე წავიდა, ხო? რო გავიდა? ოკეი. არაფიქსირებ არაფერს, ხო? თუ ტრადიცია. კაი, მოიხსენით ორივე კურსასმენები და მე ახლა წაგიკითხავთ ამონარიდს საიდანღაც, არ გეტყვით საიდან. მას ჟამსა ოდეს შევედით მთიულთა შიგან მოსავლელად ღვთის მოწყალებითა ყოვლგნიდ უცილებლად ქონებასა შინა სამეფოსა ჩვენისასა და უცილებლად პყრობა ტახტისა და სკიპტრისასა წარვედით ტახტით ჩვენით ქალაქით და შევედით სასახლესა ჩვენსა ჟინვანს და მუნით მივედით ხადაცხაოტს და მოვასხენით ყოველნი მუნებურნი ხევისბერნი და ჰეროვანნი და გავიგონეთ მათნი საქმენი კურსასმენები. აბა გაგვირთულდა ამბავი. სამწუხაროდ, ხო? არანაირი? არაფერი. არა, ვფიქრობ, რომ უბრალოდ არ ვიცი რაზეა ლაპარაკი. თორე ამდენი მინიშნება. ახლა მე მიხდებოდი ესე გონია? ასე მგონია, კი. იმიტომ რომ ეს ტექსტი არის ძალიან არქაული ტექსტი არის, ეს არ არის 19 საუკუნის ტექსტი. დრო გაგვივიდა ამასობაში? კაი, კურსასმენები. რადგან, ანუ ეს სიტყვები ძალიან გავდა. ხო, ჟინვალში ვართ და მე რო ჟინვალი არ ცხოვრებაში არაფერი, ანუ ეგეთი არაფერი არ ხდებოდა. აშკარად რაღაცა ისეთი საუბარი იყო, რომ აი მეუფეები და რელიგიური პირები ესე მომეჩვენა მუნნის, კიპტრა რაღაცა აი მსგავსი იყო. მე ვიფიქრე, რომ წვერის დაპარსვა მეთქი მღვდლებისთვის, მაგრამ თარაშუაშია მაგას რო გავიდა. მოუწდი შემდეგ მინიშნებას. კაი. ბოლო მინიშნება, ეს არის ფოტო.
ესე გამოიყურება ეს ფოტო. თვითონ მონეტას ვინ მოგცემდა ეხლა ჩვენ, ამიტომ ფოტოთი გაჩვენებთ ამ საკოლექციო მონეტას. ნინო. ეს არის ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული საკოლექციო მონეტა, ეგ წოდებული. აბა, კი ბატონო, წლები, ოქროს და მონეტა. შეიძლება მართლა არ გახსენდება ეს მოვლენა. დრო გავიდა. ის სასამართლოს ჩამოყალიბებას დღეს. ის სასამართლო. კაი. ანანო. შენკენ არის ეს ამბავი. აღარ გავიკეთებ ხო? 2023 წელია წელი 1000. ეს არის ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო მონეტა. ხო, ალბათ თუ დავაკვირდეთ აქ 299.60. რაზე? ხო არ იცი ვინ არის ეგ კაცი. 13 მე 26 რო გავიდა. აუ, ამათ 1000-ით იქნებ შევაკოწიწოთ. აზრი არ აქვს რა, არ ვიცი მოვლენა იმდენად, მაგრამ იქით კი წავედი წინაზე, რომ მეთქი ხო არ დასაჯეს მეთქი სასულიერო პირები და მოპარსეს წვერი, მაგრამ თაც და რაღაცას ვერ დაუკავშირდა, მაგას ვიტყვი უბრალოდ. კარგი. მიღებულია, არ არის სწორი პასუხი, ასევე გეტყვი. ეს არის გიორგი ბრწყინვალე. 5 ლარიანზე ცოტა გიორგი მეხუთე შეიძლება მინიშნება, მაგრამ წლებით არის მინიშნება და ხელში უჭირავს ზუსტად ის დოკუმენტი, რომლიდანაც ამონარიდი წავიკითხეთ, რომელიც სპეციალურად საქართველოს მთიანეთისთვის შეიქმნა, რათა მთიანეთში არსებული ქაოსი მოეწესრიგებინათ. ამ მოვლენას ქვია ძეგლისდება. იცოდი? ნუ, გაგონი მქონდა ხო, ძეგლისდება სპეციალურად შეიქმნა. ხო, მაგრამ ეს მოიცოდა, ეგ არ ვიცოდი. ეს მოიცავდა გარკვეულ დანაშაულებზე, გარკვეულ სასჯელებს, რათა მთაში გარკვეული კანონები ყოფ, ფაქტობრივად ხამურაბის კანონების ქართული ვარიანტია. კი ბატონო. მოდი ძეგლისდების, ხო, საინტერესო იყო. ძეგლიდების ამბავი უკეთ გავიგოთ, მოდი. საქართველო მე-14 საუკუნე. გიორგი ბრწყინვალეს საშინაო პოლიტიკის მოწესრიგებას იწყებს. მეფე ხვდება, რომ ქვეყნის ერთიანობისთვის მოსახლეობის დაახლოება და თანასწორობაა საჭირო. გიორგი მეხუთე მთიანეთის მაცხოვრებლებისთვის, კერძოდ ქსნისა და არაგვის ხეობებისთვის სპეციალურ კანონთა კრებულს, ძეგლისდებას ქმნის. კრებულის სისხლისა და სამოქალაქო სამართლის თემებს მოიცავს. ითვალისწინებს საოჯახო საკითხებს, აძლიერებს მეფის მმართველობას და საზოგადოების ყველა წევრს თანაბარი პირობებით უზრუნველყოფს. კანონთა კრებული იქამდე ჩრდილში მდგომ ქართველ მთიელებს, ბარის მაცხოვრებლების თანასწორ უფლებებს ანიჭებს და ქვეყნის ყოველდღიურობის აქტიურ ნაწილად აქცევს. ფინალი ეშხში შევიდა და მეორე საქმე უნდა გამოვიძიოთ ჩემო ძვირფასო მაძიებლებო. ამჯერად გამოცნობის უპირატესობა ნინოს ეკნება. მე მაქვს. ამჯერად გამოცნობის უპირატესობა ანანოს ეკნება და რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ. და პირველივეზე ეგრევე ყველაფერს. აბა პირველი მინიშნება. მოიმზადე ყველაფერს ისულელს ვიტყვი, რაც თავში მომივეჭი. ეს თქვენ. ოკეი. ნინო ყურსას. დაინის დაწერა. იფიქრე ჯერ დროგავს. აი პირველივე. მაგას ფიქრობ. რა. დედაინის შექმნა. კი ბატონო. ეს აფიქსირებ ამ ვერსიას. დარწმუნებული. გინდოდა რომ გადამეთქვა იმიტომ. ხო რა. ნამდვილად. ხო. რა ვქნა. არა უშ. მიღებულია. დააფიქსირა ვერსია. სწორი ალბათ. მე ვეცადე რაღაცნაირად რომ შემეჩერებინა მისი ეს რისკიანობა, იმიტომ რომ ეს არ არის სწორი პასუხი და გადმოგეცემა შენ. კარგი. ეს ის გაკეთება. კარგი. შეგიძლია თავისუფლად იმსჯელო. იებია ხო? ვერ ყვავილი. პირველი მომივიდა იების იმას რო ეძახიან, მეგრელების საქმეს იების კრეფას რო ეძახიან, ანუ ხო იცი რატოც ეძახიან? კი, მიაზე დამთავრებული გვარები, რეპრესიები მეგრელების, მაგრამ რა თქმა უნდა დაველოდები შემდეგ მინიშნებასაც და არ დავაფიქსირებ მაგ ვერსიას. ბოლომდე დაილო და მე მოგწევ რჩევას. აი ერთი ქულა რო დარჩება იქამდე. ხო, ალბათ ეგრე მომიწევს, იმიტომ რომ თუ ეგ არ არის, მაშინ წარმოდგენა რა მაქვს არის.
კარგი. მაშინ მეორე მინიშნება. ამ წიგნის შოვნა არ იყო მარტივი. განახებ მაინც. ინებე. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია. ოპა. მე თქვა პირველი ვერსია წირა ვიცი რა უნდა ვქნა. ხო, ანუ ერთი არ ვიცი თუ გინდა ორქულიანზე გადავიდეთ, თუ გინდა ამ კონსტიტუციაში აუცილებლად ეწერება, რომ ქართული სახელმწიფო ენა არის ქართული. ალბათ. და შეიძლება იყოს ია მაინც აია დედენასთან უკავშირდება და შეიძლება იყოს ის 78 წლის მოვლენები, როდესაც ქართული ენის გაუქმება უნდათ და გამოვიდა ხალხი და შეუშალა ხელი 14 აპრილს და მას მოყვა დედაენის დღე 14 აპრილის დაწესება. საინტერესოა ჩემთვის შეიძლება, ოღონდ არ ვიცი აფიქსირებ თუ არა. არა. აი როგორ გეტყობა რომ რასაც როდის ის მოთამაშე ხარ ხლა ყველა პასუხს რო ამბო მეთქი ეს იქნება მართალი მომწონს ხო? ალბათ სხვადასხვა ვერსია მომწონს რა ყველა მომწონს შენი გადაწყვეტილება? მოდი მესამესაც დავე. კარგია კარგი გადადი მესამესაც დავებადე. აბა რა თუ ეს ორი არ არის უკვე საერთოდ აღარ ვიცი მაშინ ზუსტად იცი რომ მაშინ არ ვიცი პასუხი ამ ყველაფრის. კარგი. შოუ მესამე მინიშნება. ამონარიდი ცნობილი ტექსტიდან. დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად, რათა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. რაო რაზე ფიქრობ? ხო, 78 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ გაექვემებინა ქართული როგორც ქართული სახელმწიფო ენა. და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში მე მგონი თავს ვერ დოდებ, მაგრამ მგონი პირველად საბჭოთა კავშირს მოუწია უკან დაეხია, იმიტომ რომ 100,000-ობით ადამიანი გამოვიდა, დაიცვა ქართული ენა და ამის წყალობით ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ ისევ ქართულად, გვაქვს სახელმწიფო ენა და ეს მოხდა 1978 წლის 14 აპრილს, როგორც მახსოვს, და ამის შემდეგ 14 აპრილი არის დედაენის დღე. და ვაფიქსირებ ამ ვერსიას and I will die on this hill. დაასრულა ინგლისური. ძალიან მომეწონა ანუ ვიდეო რგოლს აზრი აღარ აქვს მეგობრებო. მაგაზე ვფიქრობდი ყველაფერი გითხრა. 4-0 გილოცავ კი, 5-ით შეიძლებოდა, იმიტომ რომ ეს არის დედაენის დღე 14 აპრილი 1978 იაზე წლის. თავიდან რომ დედაენა არ გამახსენდა, ეგ ჩემი მინუსია რა თქმა უნდა და მხოლოდ ამის მერე გამახსენდა რატომ რაღაც. ეგ მინუსად ეგ ძალიან ანონს, იმიტომ რომ დედაენის დაწერა თქვა, შექმნა იაზე და ეს ძალიან ლოგიკური იყო. აი მე არ მომივიდა. ხო. მან ერთადერთი ფილტრი ალბათ ის იყო, რომ პირველივე მინიშნებად ძალიან ამარტივებდა. მე მგონია რომ პირველივე მინიშნება უნდა აძლევდეს ადამიანს საშუალებას გამოცნობის რა მე მაგ შანსს დედაენა ხო და ანუ მე კი იმას მივხვდი რომ ფინალში არ იქნებოდა ეგეთი მარტივი რომ დედაენის დაწერა არ ყოფილიყო მაგრამ ით ხო მაგრამ მეთქი დაკამბექების შანსი მაგით იყო რა იმიტომ რომ იქით მე უნდა გამერისკა ყველა ვარიანტში მე ესე ჩავთვალე რა სტრატეგიულად იმიტომ რომ ვერდიქტებში შანსი აღარ არის არა, რა განსხვავებული პასუხები უნდა ქონდეს? 4-0 ანგარიში, 4 რა ვიცი, წინაზე 3 იყო განსხვავება ვერდიქტებში, როცა გიორგი ჯანელიძეს მოუგე და რა ერთიც რაღა არის. მოდი ჯერ ვნახოთ დედაენის დღის შესახებ რამე თუ დარჩა კიდე რაც ნინო მართქვა, ეს ყველაფერი ვნახოთ. 1978 წლის აპრილი. გაზეთი კომუნისტი საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის ახალ ვერსიას აქვეყნებს. განახლების მიხედვით ქართული სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავს და ასეთად მხოლოდ რუსული ენა რჩება. გადაწყვეტილებას ქართული საზოგადოება უდიდესი პროტესტით პასუხობს. პროტესტს სათავეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტები უდგებიან. მათ უერთდება ინტელიგენციაც, პროფესორები და მასწავლებლები. 14 აპრილს გამართულ კომპარტიის ხდომაზე ქართული ენის საკითხი განიხილება. ამავე დღეს თბილისში ფართო მასშტაბიანი საპროტესტო აქცია იმართება. პროტესტის წინაშე სისტემა უკან იხევს და ენას სტატუსი უნარჩუნდება. დღესდღეობით 14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება. დღე, რომლიდანაც ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპი იწყება. გრძელდება კვლევა-ძიება, ფინალი კულმინაციას უახლოვდება და თქვენი დაფები უნდა მოიმარჯოთ ახლა, იმიტომ რომ ვერდიქტის რაუნდი უნდა ვითამაშოთ. ვერდიქტები 8 არის, შეგახსენებთ, მონიშნეთ 8 ნომერი და მიხვდეთ რა არის სწორი და რა არის მცდარი. პირველი 1928 წელს
პირველი ქართული უმაღლესი არქიტექტურული განათლების დიპლომი ორმა ბაკალავრმა მიიღო, რომელთაგან ერთ-ერთი ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი იყო. მე ახლა სტრატეგიულად სულ საპირისპიროები უნდა დავწერო, რასაც დაწერს ნინო, ხო? მე უნდა ვიფიქრო, რას დაწერდა ამაზე ნინო და რა არის სწორი პასუხი. სტრატეგიულად ხო? სტრატეგიულად. ძალიან რთული ამოცანაა. ეს არის ძალიან სტრატეგიულად არ უნდა ვაჩვენო, რას ვახაზავ. ხო, შენ არ უნდა მანახო და მე უნდა ვიფიქრო, შენ რა შემოხაზავ. არას, ანუ მე იმის საპირისპირო შემოხაზავ. ანუ ჩემი სტრატეგია ახალი ტექნიკები გამოვლინდა ჩვენს. მე ასეთ მოძრაობას გავაკეთებ და გაიგე რომ მე დავიბნე რა. კეთილი მეორე 1883 წელს კულაგლ დანელმა ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრი მოაწყო, შემოსული თანხით კი ნესტორ ესებუას პეტერბურგში წასვლა დაუფინანსა. მესამე 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე საქართველოს ტერიტორიაზე არ არსებობდა სასწავლო დაწესებულება, რომელშიც სწავლება სრულად ქართულ ენაზე მიდიოდა. მეოთხე თბილისში სადეზინფექციო კამერა ააშენა და პირველი ექიმი დანიშნა ნიკო ნიკოლაძე. მეხუთე პირველი ქართული ფილმის ქრისტინეს გადაღება რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ სათავადაზნაურო ბანკის დახმარებით მოახერხა. მეექვსე 2017 წლის საქართველოს თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები იყო პირველი, რომელშიც მონაწილეობა ღიად LGBTQ+ კანდიდატმა მიიღო. მეშვიდე დიმიტრი უზნაძის თაოსნობით დაარსდა პირველი ფსიქოლოგიური კაბინეტი ქუთაისში. და მერვე შენ უკვე მონიშნული გაქვს ყველა? ვაუ. ეს არის სტრატეგიული თამაში. აბა რაღაცა აქ გამოცნობას. და მერვე საქართველოში ქალთა პირველი ორგანიზაციის, რომელსაც ერქვა ქართველ ქალთა საზოგადოება, ამის ერთ-ერთი ინიციატორი, ფუძემდებელი და დამაარსებელი იყო ქართველ ჟორჟსან დაწოდებული დომინიკა ერისთავი, იგივე განდეგილი, მისი ფსევდონიმი იყო ეს. აბა მე შემეძლო ყველა ერთნაირი მომენიშნა. ხო, მე ყველა ერთნაირი მომენიშნა. კი. მაგრამ მოდი, მაინც არ გვინდა. ვაუ. შენ როგორც ღირსეული რასადროდის ეს მეტროშე უნდა ითამაშოს ღირსეული წესები. რა უცნაურია. კაი, დავიწყოთ კვლევაძიება. პირველი დიპლომი ორმა ბაკალავრმა მიიღო და აქედან სოკოლოვა-ქურდიანი იყო ერთ-ერთიო, ეს არის სწორი. ამ შემთხვევაში ჯერჯერობით არ გამართლდა ანანოს სტრატეგია ერთი ქულანინოს. მეორე კულაგლ დანელმა მართლა მოაწყო შეჯიბრი 1883 წელს. ამ შემთხვევაში არც ერთი არ დაეთანხმეთ, რომ ნესტორ ესებუას დაუფინანსა. ვაჟა-ფშაველას სწავლა დააფინანსა მაშინ კულაგლ დანელმა მართლაც და ესე წავიდა ვაჟა პეტერბურგში. მესამე 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე საქართველოს ტერიტორიაზე არ არსებობდაო დაწესებულება, რომელშიც სწავლა სრულად ქართულ ენაზე მიდიოდაო, ნინო არ დაეთანხმა, არც ანანო არ დაეთანხმა. სინამდვილეში არ უნდა დათანხმებოდით, იმიტომ რომ 1908 წელს ანასტასია თუმანიშვილის წერეთლის მიერ დაარსებული საზოგადოება განათლება და ამ განათლების სკოლა იყო პირველი, რომელმაც შეძლო სრულად ქართულ ენაზე გადასულიყო. მეოთხე ნიკო ნიკოლაძემ მართლაც ააშენა პირველი სადეზინფექციო კამერა და პირველი ექიმიც დანიშნა. აქაც ამ შემთხვევაში კულანინოსკენ არის. მეხუთე ქრისტინეს გადაღება წუწუნავამ არა სათავადაზნაურო ბანკის დახმარებით, როგორც ეს შენ მიიჩნიე. არამედ როგორც ანანო მიიჩნია, ეს არის სწორი. კონკრეტული ადამიანის მეცენატის რაჟდენ დათეშიძის მხარდაჭერით შეძლო ეს ერთი კულა ანანოსკენ. მეექვსე არის რომ 2017 წლის საქართველოს თვითმმართველობის ორგანოს არჩევნები მართლაც ნინო ბოლქვაძე იყო ამ შემთხვევაში ღიად LGBTQ თემის წარმომადგენელი, რომელმაც მიიღო ამაში მონაწილეობა. ესაც სწორია მეექვსე, ოღონდ ნინომ არ დაიჯერა და არც ანანომ არ დაიჯერა. მეშვიდე ხო, დიმიტრი უზნაძის თაოსნობით დაარსდა პირველი ფსიქოლოგიური კაბინეტი ქუთაისშიო, ნინომ ჩათვალა რატომაც არა, ანანომ ჩათვალა რომ არაო. არა დიმიტრი უზნაძის თაოსნობით 1915 წელს ქუთაისში არა ფსიქოლოგიური კაბინეტი, არამედ ქალთა სკოლა სინათლე დაარსდა.
და ამ სკოლის გამგედაც თვითონ დაინიშნა ეს ერთი ქულა ანანოსკენ და ბოლო კითხვა იყო განდეგილის შესახებ, დომინიკა ერისთავის შესახებ. ის მართლაც იყო ამ საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი, ეს სწორი პასუხია და ეს ერთი ქულა ანანოსკენ. 3-2 ვერდიქტებში მეგობრებო და 7-2 და პირველად გავერთი ამ თამაშში. ძალიან დაძაბული ვიყავი. ხელს ანანო, ძალიან დიდი მადლობა. მშვენიერი სეზონი გამოვიდა. თამამად დაიმსახურე ჩვენი ვაუჩერი და შენი სურვილი სამებ შეარჩევ პრიზებს და ნინო. ხო ჩამახედებ. მეტაკვესტ 3 შენია. მოდი გადმოგცემ. აი ეს შესანიშნავი პრიზი. 5-იც აქვს მოპარული არ გეგონოს. საბუთიც მოყვება, კი და მოკლედ MetaQuest 3 ესე არის, ეს ამ ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო VR სათვალეა და მრობის და მომავალი ჩაგდებული დედლაინების სპონსორი არის მაძიებელი. მოკლედ ამით შეგიძლია როგორც ითამაშო, ასევე შეგიძლია იმოგზაურო, იმიტომ რომ ძალიან კარგ რეალობას ქმნის და შეგიძლია დაათვალიერო მთელი მსოფლიო სრული შეგრძნებით და გილოცავ, ბრავო! აიღო ძალიან. ჩვენი აირენ ადლერი ჩვენთვის უკვე ცნობილია, ნინო ფერაძემ მოიგო მაძიებლის პირველი სეზონი და მაგარი იყო, მთელი ის ლოგიკები რაც გახსენი, რაც დასახე, იგივე ქართულ ენაზეც, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ძალიან მაგრად იყო გამოცნობილი ეგ შეკითხვა. ჟორდანიაც, რავი, ფინალში და მანამდეც მეოთხედ ფინალში და ნახევარფინალში. ასე და ამგვარად მაძიებლის პირველი სეზონი დასრულდა. მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი თაროს თაობა, იმიტომ რომ ამ არხზე გარდა მაძიებლისა სხვა კონტენტით შეგხვდებათ, მაგრამ მე იმედს ვიტოვებ, რომ მაძიებელი შეგხვდებათ ახალი სეზონით და ისე საიდუმლოდ გეტყვით, რომ შეიძლება სხვადასხვა საინტერესო თემებითაც დავბრუნდეთ მაძიებლის ახალი ეპიზოდებით. ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, ჩვენთან ერთად იყავით და არ მოგაკლებთ საინტერესო ამბებს. მადლობა მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვინც ეძებს ის იმარჯვებს. გემშვიდობებით, ნახვამდის.